მოვედით ძირფასებოდ ცეკვაზე ვიყავით და მოვედით წყალი წასულა ამ პერიოდში. უხა მოვიდა ეხა ყურები უთხარი მოიტანე მეთქი ეს უყვართ ამ ბავშვებს სპაგეტს უცხელებ ხო და მოგლეთ მე ყავა მინდა ძალიან ali არ არის და რადგანაც აქ მაქვს ანადუხარი წყალი ამას გავაცხელებ მე ადუღება მაინც არ მინდა და გავაცხელებ მოგლეთ აზერალებს კვერცხე Yaobagini bichense, mama. იმან არის ცეკვა. Atariga, mama. Tu aginda არის. დადგომაც არ უნდა. Tu aginda არის. თუ არაფერი არ უნდა თარქნან, სწავლაც არ უნდა და არის სწავლე. სწავლე ისავე, არ უნდა. ძალიან კარგადაც მოვანდომებ დამაცადოს ავალ წლამდე ან პირველ კლასამდე უფრო გაიგებს და მე უფრო მოუნდება. Ში. აი, მოდი დედიკო. ის ნაგავში ჩაიდე და ნახე აბაშე როგორი გამოპრანჭული ხარ დაენახე. მიდი დედა. მიდი შენ რა ლამაზი გოგო ხარ დაენახე დედა. ვიდეოში დედიკო. ადიქი ფეხზე და მოგიშვერე ხა კამერას დე. ამას თავის შარვალი მოხდება ხო გაჩვენეთ, მაგრამ ეს უხდება ამას, ან ის დიდი აქვს ჯერ. ხოდა ეს შიგნით თბილი ჯემპრი. ესენი უხდება, აბა მიბრუნდი, იქ. დაიეს. ჩემი გაბურძგნილი. ის დავაწყნაზე ცოტა ის გვაქვს, მაგრამ ივარცხნის სუსტად ისეთივე თმა აქვს, როგორიც მე მქონდა. ამიტომ ცოტა პრეტენზიულები ვართ თმის დავაწყნაზე. ეწეწება ხალხი. დაგუჯული აქვს, მოგუჯული აქვს თმა. აი, უნდა მიგაცხელო. აბა გინდა შენ. დავდე. მე ერთი ცალი მრჩება. ხო. მომიტანე საღამოსთვის. აი, აქ ძვირია და იქეთ უფრო იაფია. აქ 60 ღირს. არ ვიცი 70, 10 ცალი მომიტანე და არა 60, 6 ლარი დამწერა. ჩიტელი ჩავი. ქალაქში უფრო იაფია და იქ მოიტანე იქიდან. აუ, გამორფე! ურევა ისედაც ნადებია განწყალს სულ. მანდილას ამოვრეცხე. ვიცი, ლიმონები ხო მეყარა? ის გუშინდილას. გუშინდილას. სულ აქ ამას მაინც ნადები, ამ დილას რა არ ქონდა რო გარეცხე. რა, გოგონდა მაიდო. სულ აქ. ეხლაც ექნება. ერთხელ ხო ადუღებ წყალს. აი რაღაცნაირი კირივით არის აქ შავზეც. აი რამდენჯერ მაქეს სულ თუ ჟელეთი არ გახეხე და მერე თუ არ იმასქენი გაწმინდე სულ წვეთები ემჩნევა. ამანათი წაიღეს. სამივე ჩექმები ის მივაბრუნე, ესე იგი სკოლაში ვიყავი ცეკვაზე დამირეკეს. მარიტო მოხდი? მერე გამოვიქეცი. ადამომყავდა, მერე ადაქვემოთ დავტოვე აქ ბაბუას დავტოვე, ელენეს ბაბუას დავტოვე. ძალიან უყვარს ადა იმ კაცს და იმასთან დავტოვე ქვემოთ, იმიტომ რომ ზურგით მომყავდა და უნახი ვარ ჯამბული მასწავლებლებს ნახეთ შეხედეთო. ზურგით მომყავდა და მოურბოდი, აბა რა მექნა. რატომ მორბოდი მერე? მელოდებოდა ის კაცი. მერე მოსვლა არ გინდოდა, ამოხვიდოდი, ჩაუტანდი. იმასაც ხო აქ რაღაც განკუთვნილი დრო ხო უნდა მივიდეს ადგილებში და მომედიდა. თუ გინდა სხვა დროს მოვალო, მაგრამ სხვა დრო როდის იქნებოდა, ოღონდაც წაეღოთ და არ მინდოდა არაფერი. ხოდა რო დამიბრუნებეთ სამაგიეროდ რაცხას გამოვიწერ. აწეული ზაფხული მოდის და წარი, ნახე ვიდეო რო გამომიგზავნე. რა ვიდეო გამომიგზავნე? დედა. როდის გამომიგზავნე? ნახავდი მე. მოვასვენებ. რასთან დაკავშირებით?
გავხდი და თვეში რომ 140 ამანაც ვიწერდი, ჩამოვედი 140-დან 108-ზე. 108-ზე ჩამოვედი. ხო, ჩამოვედი. ოჯახის დაიცა სად ვიწერ? აი ეკონომია მარტო შევ ამოისუთქებ შენი ოჯახი. აღარ ეკონომია 108-ზე თუ ჩამოხვედი რა. კაი, მითხარი. შენ რომ მაჩუქე, ხო მაჩუქე. საახალწლოდ ისო ასულარ. იმისი გამოვიწერე, მერე ადას რო აჩუქეს, თორე მითხარი რა გამოვიწერე შემენი ფულიდან. და რა მოგჭა ჯერ ხელფასიდან რო გამომეწერა მითხარი და მერე ეხა რას მაყვედრი ვერ გავიგე იმ ნაჩუქათუს. იარ გავედრიო. ეხლაც დაბადების დღეზე მე არ ვიციო რა გიყიდო და ფულს გაჩუქებო რომ მეუბნები არ მინდა შენი ჭირი მე რამეს რო გამოვიწერ იმასაც აი ასე ამ ვიდეოს მომიგდებ. არ მინდა ესეთი ნაჩუქარი არაფერი, აბა რას მეუბნები ახლა რა გამოვიწერე? რო ვაბრუნებ ნივთებს და ვიწერ ის არ არის. აბა მომეწონება დავაბრუნებ და მაგიერს ვიწერ ისიც არ მომეწონება და ისევ დავაბრუნებ საღაზაიბრუნებ ისიც მაგიერს გამოვიწერ. აბა რას ვიზა არ მომეწონება დავაბრუნებ ხო? ხო ვიძახი მაინც სუ შია დაგიყარო თუ კვერცხი გინდა? კვერცხი? სპაგეტი? აბა მწარე არისო. შენ რაღაცა მე მგონი გეგას თაფლმა აწყინა. თან ეს თაფლი არცა ნატურალური თაფლი და აწყენდა ეს. რა ვიცი, დიდი სამის მაყინდინედა. მე რა ვიცი, ადამიანი იწუნება, ვაიმე თავს დავდებ, ესეთი თაფლი მაქვს. ისეთი თაფლი მაქვს, არ მინდა სახელი და გვარი ვთქვა, იმიტომ რომ ცუდად გამომივა პირადში არ მივწერე, რომ არ მომეწონა მაგის თაფლი, რა ვიცი, თავი უხერხულად ვიგრძენი. თქვენ ხო ნახეთ როგორი წყალივით იყო და ჯერ 1 ლიტრი კიდე მაქვს. ბავს დავალევინე გამოაყარა. 2 დღეა გამოყრილია გეგა ცოტა ასე იქავებდა. საშინლად. ეხა არ მივცემ. ანუ ყოველდღე ვაძლევდი თითო კოს. ჩაის კოს. ამას გეგას გოდეს სამივეს 3 დღეა. გუშინ ხამე ვნახე და წინა ხამეს ვნახე კიდე ვიკენდი იმას 25 წელი და მე რა ვიცი ბიჭო. ხო და რო არიცი მაგითო არ უნდა იყიდო. შეჭამე ტვინი იაფადარი. იქ უნდა დამეწერა კომენტარებში წესით. მაგრამ გამლანძღალ მე ხალხი დამესეოდა და სად მაქვს მათი თავი. მაგრამ ანგეთ ხო ხართ მოწმეები ვიდეოში ვაჩვენე თუ როგორიც იყო თუ არ მემთხვანი. რა მინდოდა ეხლა რატო ვდგავარ? ო, იმას უნდოდა. სპაგეტი. ვერ გავიგე მე ამ ხალხის რა. რატო იტყუებიან? რაც უნდათ, მაგრამ ფული უნდათ და იმიტომ იტყუებიან. ჩემნაირი სულელი არ არის აბა ყველა. როგორია? დაგიყარო კიდე? არა, ახლა იმაში. და მოდი დედა. ნე. მოდი გუდა. ვიდეო ნახა იმის. რა ქვია მაგას? დაგიდე. ხინკლისა გამიკეთებო ხინკალსო. იქ არაფერი არდეს, როდის იყო მან საჭმელებს ვიდან ხალხი. გოდეთ დღეს არ დაიტოვა და მერე დავიტოვებო ორშაბათიდან მითხრა. ვინ? ჯამბული კიდე დიდების სიმაზე. ცეკვაზე. რაღაც სხვა სასწავლიან აი ესე რომ მიდიან, მერე ასე რაღაცა სომხურია. ბოლო რა გადაწყდა, სად მიდიან? სენაკში იქნება კაცო, სად არ მიდივარ. მუხრანი, ესენი რისთვის არსებობს მითხარი? ბიჭო. შენთვის არ არსებობს. და ესე გავხიკინდება ეს პური და არავინ არ ჭამს მერე.
მაგიტო აპურებს რო ვიძლევი, უყურე. იქ სავსე მაგ. კიდე ქვემოთ კიდე დევს რაღაც ძველი პურები და ეხლა მოვაგროვო და მე ჩაუტან. ამდენი პარტია. მე მეგონა 1-2 წელს მოიტანდი. რას? დედი, ისე ბრინჯის ფაფაც მაქვს თუ გინდა. შენ გინდა დედა? შენ ხო დამაყრევი ის ჭამე ხა და მე ითამაშე. მოდი. შეჭამე. საქართველო მაგ იმას ეხა. ვერ მოვასწარი ამის გარეთ ხა და ხა. კიდევ ისე. ეს დაობებულია, ცოტა ხობიანი. მე ვიფიქრე, რომ პურს მოიტანს მეთქი. რა რამდენი მომედანა? 2? 2. აფინდა დამეჭი. რატომ? ხონდა? ხონდა აგე ცოტა ნატეხები. ეს გამომადგება მაგ. კაი დამიბრუნებდნენ მალე იმ ჩემპულს. შორტებს გამოვიწე და კუბანიგებს. ფიქრობ, ან არა. მაგისთვის დავხარჯო, სადღაც 22 ლარამდე უნდა მომივიდეს. ხო, ესენია მისაცემი. აფრიკას. მე ვერ ჩავალ. მომიწეს ჩათვლა მაშინი მართლა. ეს პური გინდა? ეს ვარგად დილით რო დავამტვრია ის პურებია. ნიტამ დამინახა, რომ მოვბრუნდი იმის ასაღებად, მე ვუთხარი, რომ ისე იქეთ მივდივარ მეთქი. მაგრამ არ დაიჯერა მე მგონი და მოსულან. მითხრა რომ მივედითო, მაგრამ მომატყუა ეხა თუ სიმართლე მომწერა, არ ვიცი და ასჯერო და ხალხო, როდის იყო კარზე კაკუნი გამეგონა და კარი არ გამეღოს ვინმეზე. და ვიდეო თვალი დაურეკე, კიდევ კა ინტერნეტი ცოტა მაინც ხონდა. გუშინ მუხანი ჩამირთო ის 1 გიგაბაიტი მაქვს. ხო და დავანახე, რომ ცეკვაზე ვიყავით. გეგა ბანანი მოგცერები? გეგა ბანანი. როგორ მიყურებს? როგორ მიყურებს? ეკას ვაცეკვებო სადღაც მე მგონი მესამეში, მაგრამ იქ ბავშვები იჭერენ, გაჩერდი ერთ ადგილზე არ ქნაო და კი ვუთხარი ივარჯიშოს მეთქი კაცო კუთხაში იცეკოს არ დაიჭირო. მერე თქვა მეთქი რომ ისა ვაცეკვებ. მასწავლებელია და იცის მესამე, კი არა ყველა იცის, 5-ვე იცის. ჩემი შვილები რო არიან, იმიტომ არა, მაგრამ მე თუ მკითხავ მაგალითად გეგასნაირ ბავშვზე. ეხა მე ერთ მასწავლებელს ჩავუგდე, ჩემი არც იცოდა ჩემი შვილი რო იყო და ნეტაო ეს ბავშვიო. მართლა იცოდა ბავშვებს გეფიცებით, ჩემი შვილი გეგა და გოდე რო იყვნენ, მაგრამ გეგაზე თქვა ნეტა ეს ბავშვი მე მყავდესო. მომინიშნა ფოტოზე. აი ესე რომ შემოხაზავენ, ნეტა ეს ბავშვი მე მყავდესო. იმდენად უყვარს სეკვავა. ხო და ვაიმე მუხრანი, რა ვნახე იცი?
რაღაცა გავაზიარე, ვიღაცა ხო წერს, რომ ქვეყნის და საერთოდ ყველაფრის აღსასრულის დრო დადგა. ხო და რა ეწერა იცი? სხვა თავის კალაპოტს დაუბრუნდებაო, ანუ სადაც ხო გახსოვს, რომ დედაშენმაც თქვა, რომ ჯგალში სულ წყლით იყო დაფარულიო ჯგალი, თურმე. უზასი რაღაცა რო არისო იქ სადღაც. ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდებაო, ანუ წყალი სადაც იყო, თავის ადგილზე ბრუნდებაო და იქ ნახსენებია აბაშა, სენაკი, ხობი და ზუგდიდის რაღაც ნაწილი, რომ ზღვით იყო დაფარული, ანუ ზღვა იყო თურმე ამ ადგილზე, მაგრამ ნახე, ისეთი არ ვიცი ვინმე არსებობს ვარა, ვინც მართლა იცის ეს წარსული. თუ როდის სად რა იყო, მაგრამ აქაც ამბობდნენ, რომ აქაც წყალი იდგაო. სულ ამ ტერიტორიაზე წყლით იყო დაფარულიო. მაგიტო არისო აქ ჭაობი და რაღაც მოკლედ. და მე ჩემი დედამთილისგან გამიგია, რომ ჯგალიც წყლით ყოფილა დაფარული, ოღონდ სადღაც ცოტა შემაღლებულ ადგილზე ეხლაც არისო რაღაც ხუზა, აი გემს რო აქვს რაღაც დასამაგრებელი მე წყალში უშევ ხუზა ხო ქვია მაგას. აი ისეთი რაღაც შემორჩენილიო ის სადღაც ცოტა მაღლობზეო. მე ესე მითხრა. მახსოვს ჩემი დედამთილისგან ეს სიტყვა. ისე ამბობენ თორე ზუსტად არავინ არ იცის ის გემის მისამელი იყო არის და ის დათვის. ხო, მაგრამ ესე დაიწერა, რომ ესე ყველაფერი ესე იქნებაო. ვინმე არ არსებობს, რომ რამე დაწერილი იყო მსგავსი სად რა იყო. იმიტომ რომ ნახე მართლაც არის ეგრე. საუკუნეში ერთხელო თუ როგორი არის ნათქვამი, რომ ყველაფერი მერე თავის ადგილს უბრუნდება როგორც იყო. მოკლედ არ გაშინებდა არაფერი, უბრალოდ ოხო, აკანკანდებიან ახლა. ან გავასდიან. არა, ნახე მსგავსი რაღაცები რო ზიადდება, სულ იწერება ცუდი იმ ხრივ, რომ ხალხს ეხლა ეზღა აკლია, რომ აი ასეთები რო წეროთ და რაღაცები სულ ილანძღებიან მაგის გამო, რომ შემსგავს რაღაც ასე ერთი რაღაცა რო იყოს სენაკი ზღვის დონიდან დაბლა არის. ვიცოდი. იო. მე თქვი წერია მან ზღვით დაიფარებაო სენაკი, ხობი, აბაშა, ზუგდიდის რაღაც ნაწილი. აბასაც წავიდეთ. მერტო ჩემო. რომ მოხდება გეტყვი. სხვათა შორის არის რაღაცები, რაც ჩემს შინაგანში ხდება, რასაც მე ვერ ხსნი. ანუ შეიძლება მე ვხსნიდე, მაგრამ არ მინდა რომ სხვას მოუყვე. ბევრ რაღაცასთან დაკავშირებით მაქვს რაღაც შეგრძნებები და სულ მახსოვს ბავშვობიდანაც, აი რომ მეტყვიან რომ შეიძლება რაღაც ტრავმა გამოიარო, არანაირი ტრავმა არ მქონია მე ჩემს ცხოვრებაში. არანაირი. და ხო რაღაცას უკავშირდება, რატომ იყო რომ ყოველ თვის ანუ ტანსაცმელი უცებ ჩასაცმელად, ან და ზოგჯერ მქონია ესეთ შემთხვევა, რომ ტანსაცმლიანად დაწოლილი ვარ, რომ მეშინოდა, რომ აი სადღაც გასაქცევი იქნებოდი. მუხაი და ზურგ ჩანთა ყოველთვის ჩალაგებული მქონდა ერთი ხელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. სუმედო. დამცინიან, მაგრამ ესე იყო. რაღაცნაირი შეგრძნებები სულ მქონდა. ეხლაც ესე მაქვს. შენ ახლა იმას თუ ფიქრობ, შარლის ჩასმის დრო თუ არ გექნებოდა რა, შარლიანად რამდენს გაიქცევი. როგორ არა, აბა ტანდარა გაქცევას და მას სირცხოს ხოჯობდა რომ ჩაცმული ყოფილიყარ. შარვალ ჩასმული გაიქცევი, აჰა, ყველაზე დიდი 300 მეტრო. ის იმ დროის მონაკვეთი, ანუ ჩაცმასა და გახდის შორის. 300 მეტრო მეტი არა. მე რა, ისიც წამებში აქვს საქმე, ბიჭო. ხო და კიდე რას ვამბობდი ახლა დამავიწყა რაღაც ის ხმარი. ხო, მიწის რა რომ მოხდა. იქეთ რომ ცხოვრობდით. აი როგორ იყო იცით? ჩემი ჭურჭლეულობა რომ ასე ერთ კუთხეში მიეწყო.
თითქოს და ესე კორპუსი აწია და რომ დააგდო. თან ფეხმძიმე ვარ და თან წამოხდი და ორივეს ვუყურებ ჩემშილეს რომ აი თან ამხელა მუცლი და მე რა შემიძლია წარმოიდგინეთ. ეს სად ვიყავი მაშინ? ჯარში დაგირეკე 3 საათზე სუსტად მახსოვს დრო და შემითხარი მიწის რა იყო. სადღაც ვიყავი ხო? ო დედა ისე შევშინდი. აი როგორია რომ თავს გძნობ აი არაფრის მაგთისად უმწეოდ ვერაფერს რო ვერ გააკეთებ. ვიყურები ფანჯრიდან ხო არ ბომბავს ვინმე. ეხა კი მეცინება, მაგრამ აი ვერ წარმოიდგენთ მაშინ რა გამოვიარე და სულ აი იმ ომის შემთხვევებს და რაღაცებს რომ იტყვიან ან Facebook-ში შემოხდება ან რაღაცა მე ვერ ვუყურებ, იმიტომ რომ იმდენად ჩემი ხდება რაღაცნაირი ის მაქვს ამ ხრივ. ზოგს აი რაღაცას რომ მოუყვები და უბრალოდ გისმენს ეგრე არა ვარ. ყველაფერი ჩემად გადმომაქვს, რომ აი ჩემს შემთხვევაში რომ ესე მომხდარიყო. როგორ ვიქნებოდი და ასე შემდეგ და ამიტომ მიჭირს. მაგიტო იყო რომ აი სერიალებსაც კი სერიალია ზღაპრებია რაღაცეებია, მაგრამ ვერ ვუყურებ, იმიტომ რომ ძალიან განიცი და ერთადერთი იყო ეს სერიალი, რომელსაც ვუყურებდი და იმასაც აღარ ვუყურებ. აგერ ხედავს მუხრანი წინაორშაბაც არ ვიყურებია, არც ახალშაბაც არ ვუყურებ. სანამ კაი ფრაგმენტს არ დავინახავ, არ ვუყურებ. იმდენად გაბრაზებული ვარ იმ სისულელეებს რო აკეთებენ. კაი სერიალი გამოუშვი ერთი რომ იმას აქვნა, რა ქვია, დატკბეს ადამიანი, არა. მაგრამ ეხა რო დაუვარდათ რეიტინგი, ეხა ისევ შეცვლიან წმინდურები. არა, მართლა დაეცა რეიტინგი. ფინანსურ ზარალს განიცდია. არა კაცურაზე ვიდარდო მე. კაი ფრაგმენტი იქნება და უყურებ ბოლო სერიას ვუყურებ. მოკლედ ესეთი მქონდა რაღაც გრძნობები. ეხაც ეგრე ვარ. თუ ადამიანი რამეს მიყვება, გულით უსმენ და ჩემზე გადმომაგ, ანუ ჩემზე. მაგრამ რამდენი ვიცინე დღეს და მე რა გავაკეთე ცეკვაზე გეგა ერთი ბიჭი ოღონდ უფრო ნელია გეგასთან და მე მიუვარდი გეგას და წინ დავაყენდები გაბა 2 წელი მოვდები მეთქი შესააკრო გზადღა მუხრანი მართლა წინ დავაყენე მე რა წამოიცია ის ბიჭიც просто მაგარია ვერ ვიღები, გადასააქ ჩემი ტელეფონი სულ და ვერ ვიღებ. დაი. დამასხავდა. ფეხსაცმელი აცვია. არა, რა ფეხები იყო, ფეხი დაგისველდა და ისეთი გადმოაბიჯე იქედან აქამდე. როდის? იქ 2 ფეხი იყო, ნაფეხური. დილით. რავი ჩავიწვი გადავიეტყო ნაბიჯი და გავედი გარეთ მორჩა. რამე ხوار გაწუხებში. ის უნდა იყიდო. კარგი იდეა მომეწოდა. უნდა იყიდო. გუში ვუყურე სკროლისას ერთი გოგოს ვიდეოს. მე მგონი თბილისში ცხოვრობს. გარეთ კართან შემოსასვლელთან აქ ბახილები კედელზე ისა რა ქვია რაღაც ლამაზი ყუთი მიწებებული ბახილები დევს ძველის ჩასადები 2 აქვს მიწებებული ძველის ჩასადების და ახლისაც ვინმე რომ მოვა ჩაიცვეს ბახილებს შენც რომ მოხვალ ჩაიცმევ და სულ არ მექნება სატრიალებელი მეც ბახილები ო ბახილები ცნობილია რა არის რა ღირს ეგეთი ძვირია ბახილები ო აი რაღაცა გავიხდი რატო არ იხდი? იქით არ შევსულა. კარი რო იღება უფრო მეტად ის ჩანს და მე იქ მინდა სუფთადაც რო იყოს. აი, შეჭამეთ ერთმანეთი.
საშნელი ქარია. ეს მომეწონა. გეგა, ადა, აუ მუხა უთხარი კი ხოწები ეწამს ა? მუყივი ხარ გიძო. აუ ის გააკეთე გეხვეწები კორე მოძრება მალე ის. სვალიც რავი ზეთი ამბოლშია. მადლობა. მუხა, მოუჭირე იმ ვინტს. მოძრება. ერთი კარი რამდენი ხანია არიკეტება იმ კარადის კარგად. და მერე კიდე ის ვინტია თუ რაღაცა სუჭრიალებს უნდა მოუჭიროს, სულ მოჭერა ჭირდება. დამაცადეთ წამს. გამორთი ის კამა რა გინდა გოგო? ეხა მეც დამცხაც ხელს რო ვსვა მაგიტო თორე როგორც ციო და იცი მოვედი. რა გამორთი, ასე ვერ შეხარო. ქლიანად არ გამორთე კაცო, ვინ თქვა? არა, ეგერა. შენ თვალებიდან ვერ იხედები თორე, მე ვხედავდა. ახალი არ ხდება არაფერი ძვირფასებო. გამიგე იმის ამბავი? ისი. ა? ეს გავი. ისე რა არის იცი? ზუგდიდში ეს ბაგრატიონი არისო, განთქმულიო, თორემო რაღაც არგო თუ რაღაცა ძალიან კაი რესტორანიაო. კერძევითაც კიო, იცი სადა? მე გეუბნები შენ ნათლობისთვის. ვიცი, ის როხის გზაზე არგო. აი, საჯვარო და იმაშია 1 კილომეტრში. არგო. ეხა შენებს არ გქონდათ? შენებს. რა? ქორწილი რო გქონდათ იმას? რა დინაში? მაგრამ მე კერძები მომეწონა. ძალიან მომეწონა. წვადიც და ყველაფერი ეხა ქორწილის სუფრა მე არ მინდა და ჩვეულებრივად ერთი კაცი 50 ბარში რო ჩავეტიო ეგრე. რა ვქნა? მაგალითად ეხა გუშინ დაწერა ვიღაცამ ნათლობის სუფრა მინდაო 10-15 კაციო რა ბოლო. ხო და მუხრანი 35 კაცში არ ეტევა. ნათლობა მაგ თორე ქორწილი მაგ. ჩამაცვი მაშინ საქორწილო კაბა და ჯვარი დავიწეროთ მე და შენ. არ გინდა? ქემაინც ერთად გადავიხდიდით ნათლობასაც და იმას. აი, მიდი ამოშალე ერთი ისამოში. 20 კაცი, ხო ამბობ 15 კაცი, 20 კაცი ამოშალე ისამოში, მიდი ება. მარტო ნათლები მეყოლება. ამოშალე კაცო. მაგას გეუბნები ყველას ამოშლი, შენებს, ჩემებს, არავინ არ მინდა მარტო ნათლები მეყოლება. ამოშალე. ორი ბავშვი ხო მაგ მოსანათლი. ორი ნათლია ყავს. ესენი მეყოლება და всё. სუსტად კაკრას 15 ვარ. ჩვენი ჩათვლით. ეს ჩემები და შენები მომატებულია, მე რაც ვართ თორე. მართლა. America. მოკლედ ეს წავედი ახლა მე მშვიდობებით. ნუ ჩხობა. დედა, ერთად ვერ უთამაშნიათ, სულ ესე არიანადა და გეგა. გოდეს ხვას ვერ გაიგებ, აი ეს ორი რო არიან, სულ ჩხობობენ, იმიტომ რომ გოდე უთმობს იმას მაინც პატარა რო არის. წავედი. მათემატიკა დაწერილი გვაქვს. დაჭდა გოდეს ავუხსენი თავისით დაწერა. ჩვენ არის ვიფასებო ვიღაცამ დამიწერა. ჩემი შვილი თავისით წეს ყველა ბავშვი არა ერთნაირი.
მეც არ მჭირდება და არავის დაჯდომა ჩემი თვაკეთებდი ყველაფერს მეხუთე კლასის ჩათვლით იქეთ არ მკითხოთ ისედაც ვამბობ იქეთ აღარ ვიყავი უკვე კაი მოსწავლე შერჩეულად ვსწავლობდი რომელი საგანის მინდოდა იმას რომელი მასწავლებელიც მომწონდა და მიყვარდა იმის საგანს ვსწავლობდი ეს იყო და ეს ასე რომ ყველა ერთნაირად მაგალითად გოდე ყოჩაღია ინგლისურში ქართულს რო აბდაუბდა კითხულობს თუმცა ეხლა ცოტა უკეთ კითხულობს მართლა ეხა კეჟი იმას შვები რა ქვია ცუდად ვთქვი მაგრამ მართლა ეხა უკეთ კითხულობს ქართულს მაგრამ ეხა მე რო წავიკითხო ქართული ხო სხვადასხვაობით კარგად რო ვკითხულობ აი ესე კითხულობს გოდერძი მაგრამ მე ის ქართული რო წავიკითხო სიტყვა სიტყვით ზეპირად მე ვერ მოვყვები და გოდერძი მოგიყვებათ ნებისმიერ ერთხელ წაკითხულს მოყვება ინგლისურში ასე რომ ყველა ერთნაირად არ არის ბავშვი ასე რომ არ აუშავს რა ვიცი საერთოდ არ უსწავლიათ სკოლაში და ესეთებს ისეთი სამსახურები აქვს და ისეთ თანხებს შოულობენ კი არა და აგერ გეტყვით უდიპლომო ბიჭი არ მინდა იქნება არ მოეწონოს რომ ისი სახელი და გვარი ვთქვა მაგრამ ეხლა ჩემი თანასოფლელია და ეხლა იყიდა სადღაც მაღაზიიდან გამოიყვანა რამდენი ვთქვა კაცო სადღაც 65,000 ლარიანია მე მგონი თუ მეტიანი არ ვიცი ასე რომ მუშაობს თავისი ტვინით და არა ნასწავლით და რამით ასე რომ ნახოთ გაიზრდებიან ბავშვები და იქეთ მიერად დადგება ესეც წინასწარ ვერ გამჭრეთ ვერავის ცხოვრებას შენ იმიტომ რომ მე ჩემი მასწავლებელი რო შემხვდა 4 კლასი რომელიც მასწავლიდა აი ესე მითხრა სიტყვა სიტყვით ძალიან გული მწყდებაო თათიაშენზე მაღაზიაში ვნახა და გამყიდველად მუშაობდი რომ აი საუკეთესო მოსწავლე მყავდიო და სამებს რო ღებულობდნენო ისინი კი მე რა კოლეჯი იყო მაგრამ რაღაც დაამთავრეს და მუშაობენ თავის თავისი როგორ თქვა ზუსტად სპეციალობით შენ ძალით ხო მაგრამ სპეციალობა აქვს და მუშაობენ ეს სიტყვები მახსოვს და აი როგორ ჩამწდა გულში ვერ წარმოიდგენთ მაგრამ მე ეს არ მწყენია პირიქით გამიხარდა რომ ის თქვა რომ საუკეთესო ვიყავ მისთვის 4 წელი მასწავლიდა მაგრამ და ასეც იყო ვიყავი და რამოდენიმე ვიყავით ესე ჩემი სეხნია იყო კიდე თათია ბერიშვილი ნინო შელია ტატო და მე ასე იყო ასე რომ ხალხო ცხოვრება იცვლება შეიძლება ეხა არ იყოს გოდე რამე მაგრამ იქეთ უფრო უკეთესი უკეთესად მოუნდეს სწავლება რამის ნახოთ დროებით აბა ბედნიერ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას